განსხვავებულ ორ ძალიან მაგარ ფოტოგრაფზე უნდა ვისაუბროთ. ერთ წიგნად აკინძული ფოტოსურათები, რომელიც სხვადასხვა ამბავს გვიყვება. იური მეჩითოვი და შახა ივაზოვი არიან ლიანა მარქანიანის რუბრიკის სახეების სტუმრები. გამარჯობათ. როგორ მიხარია, ჩემი გოგორო დაგვიბრუნდა. გამარჯობა ლიანა, როგორც იქნა პარასკევს მე და შენ დავემთ. ნამდვილად ასეა, ძალიან მიყვარს ეს პარასკევი. სალამი. გამარჯობა. მიხარია ნაცნობი სახეების ნახვა. ძალიან წარმომადგენლობითად ვარ წარმოდგენილი და გითხრათ. არა, ლამაზი თუ არა ვარ წაშალე ეხლა. პრეტენზია მშობლებს. იცით რა, შეუძლებელია რომელიმე რაკურსიდან კარგად არ გამოხვიდეთ თქვენ ქალბატონო. ოჩა. უნდა დავამშვიდოთ, აბარა. ოჩა, უნდა დავამშვიდოთ კატეგორიულად. ბატონი იურა კატეგორიულად ამბობს, რომ არ გამოუვიდა ჩემ მშობლებს ის, რასაც არა, გამოხვედი მშვენიერი და უკეთესი უკვე არ შეიძლება. აი ეს, აჰა. მოკლედ, ძალიან ცოცხლად დავიწყეთ და ძალიან ბუნებრივად დავიწყეთ ეთერი, ჩვენს გვეტყობა განწყობა, უკვე სეზონის ბოლოს ვუახლოვდებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდოდა რომ ეს დასასრული, ჯერ არ არის დასასრული, მაგრამ კულმინაციისკენ წასვლა. ყოფილიყო ესეთი სიმბოლური და ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო, ასე ვთქვათ, რესპონდენტები გვყავს აქ, თან ეროვნული მრავალფეროვნების პრინციპით დაცულია, ბატონი იურა მეჩითოვი არის ჩვენთან და ბატონი შახა ივაზოვი. ოღონდ ახლა თქვენი ფიქრებთ და იკითხავთ რა სიახლე გაქვთო, როგორ რატო და აი ეს სიახლე რისთვის საერთოდ მოვედი? რისთვის მოვედი? ჩემ გასალანძღად. არა, როგორ გეჭირდა საყვარელო. რა ვაგეკადება? აი ეს სიახლე თქვენ ხელთ გაქვთ გადასარევი სიახლეა, მოდი ვანახოთ ჩვენ. ბატონი იურას და ბატონი შახის ესე ვთქვათ დოკუმენტური ფოტოები არის ასახული აი ამ წიგნებში, წიგნ ალბომებში, ამ ფოტო ალბომებში. ძალიან საინტერესო, რასაც გადავხედე, ასე ვთქვათ, ეთერამდე, უკვე ჩემი სახელით არის ხელმოწერილი ორივე, ამიტომ არავის იმედი არაფრის არ გქონდეთ მე. როცა იქნება პრეზენტაცია, ყველას დაურიგდება ხელმოწერილი მთელი ამბავი. მაგრამ ნუ მე პრივილეგიები სარგებლე და მაშინ ასე ბატონო იურა, პირველი თქვენ გკითხავთ, თქვენი წიგნი რომ ამოვგლიჯოთ ძალიან გავერთეთ. თქვენი წიგნი რისგან შედგება, აი როგორ არჩიეთ, რამდენი ფოტოსურათია და რა პრინციპით შეირჩა, იმდენი გექნება დაგროვებული. არა, ბევრი იყო საერთოდ. მად იყო პრინციპი, რომ 100 სურათი უნდა ჩაატარული იყოს შიგნით, მაგრამ თქვენს 200 მოგვიტანდა და ჩვენ თვითონ შევარჩევთ. მე ვთხარი, გაგიჟით 100 სურათი, კარზე ბრესონს არ აქვს, ყოველას დიდ ფოტოგრაფს სოფლიოში და გაგიჟით ასე არ შეიძლება, რომ მე საბოლჯებში რაღაცა შევთანხმდით და საბოლჯაში მე ავარჩიე, მოკლედ არ მივიდა. აღმოჩნდა რომ 100 გაქვს. აღმოჩნდა რომ იყო. არა, მე მქონდა მეტის მქონდა, მაგრამ უბრალოდ ეს საერთოდ გაკეთებულია ჟურნალისტთა ფედერაციაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მოდა პატივი ვაგოთ ახლა გიორგი მამასაშვილი არის ხელმძღვანელი და ძალიან ენერგიულად ცდილობს, რომ ყველას პატივისცეს და ყველაფერი გააკეთოს ამისო კარგად გავის კულტურის სამინისტროს მიერ არის და ფინანსები ეგეც თქვა, ვინ არის, როგორც არის და ჩვენს როგორც ჩვენი წვრილი გას არა შახ, ჩემო კარგო. არის რაღაც კონკრეტული რიგით დალაგებული მაგალითად თქვენი ფოტოები თუ ესე უბრალოდ ემოციებს მიენდეთ და ეს 100 ფოტო ასე საერთოდ ემოცია ყველაზე კარგი იცი რატო ემოციური განწყობა ეს პირველი საერთოდ დაბეჭდილება არის ყველაზე მართალი და უნდა მიყვე ამ პირველ დაბეჭდილებას არ გახვიდე იქით აქ. ბატონოშა თქვენ შემთხვევაში როგორ არის თქვენ ალბათ თქვენს გაგიჭირდათ 100-ის შეგროვება მე ეჭვება მე ურმეს მადლობა მოწვევისთვის. აი ხედავ ჭკვიანი კაცია, მე კიდე აი ეს წიგნები რომელიც ახლა გამოდის ეს არის ისტორია. აბარა მემატიანია თანამედროვე. ყველა საკს თავის ხედვა. იურას თავის ჩემი ხედვა მაგ და სხვადასხვა ავტორების თავის ხედვა. აი როგორც ბატონი იურა მოთხრა, მეც ამოვარჩევ სურათები და ფლეშკა მივეცი. რომ ჩვენ თვითონ ავარჩევთო. კი ბატონო, აი რაც აარჩეს, ურმესი მადლობა იმისას. თქვენ მიენდეთ. კი. როგორ ენდობი გას მაგას ჟურნალისტებს როგორ ენდო საერთოდ. ერთი თავადაც ფოტოჟურნალისტი. დიდი მადლობა. შეხედე როგორ დარწმუნებულია თავისი ყველა ფოტო სიკარგეში. ამიტომ მიცა შესაძლებლობა რომ სხვა საერთოდ.
ძალიან ნიშრომეს და შრომობენ. მართალია. ბატონო გიორგის, ქალბატონო ნანას, ქალბატონო მაიას, ქალბატონო მარინას და ბატონ ზურას. ზურას, რომელიც დიზაინერი და მთელი დღე მუშაობენ. მართლა ეს დარჩება ისტორიაში დარჩება და კულტურის სამინისტროსაც უღრმესი მადლობა რომ აფინანსებს ეს. რასაც მოასწარი და გამდენი გადავხედე. ავტორია ლიანა სულ აი ამ პროექტში. ეხლა უკვე გამოცემული, სხვათა შორის პირველი 2 როცა გამოიცა ჩვენ გადაცემაში პირველი ყავდა 4 გამოიცა ჯერ, ეხლა კიდე მეორე 4 არის. ბატონი ბადრი ვადაჭკორიაც იყო. მართალი ხარ, კი. სტუმრად ყავდა და კიდე იგეგმება ამ ციკლის გაგრძელება. 50-მდე ამ გუნი ავტორი. თქვენ ახსენეთ აი ისტორიას გვიყვებაო. თქვენი ფოტოები ისედაც ძირითადად ნაწილი ომის პერიოდია, ნაწილი კონფლიქტი. თქვენ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი აი ალბათ 9 აპრილის კადრებიც შევიდოდა. ყველაფერი 9 აპრილის ეროვნული მოძრაობის ბევრი რამე არის, მაგრამ ის არ არის იმ პრინციპით, რომ მხოლოდ რამეს ეხება. ესეთი ისიც არის, ეს არის. ზირთად საერთოდ ჩვენ გვითხრეს ასე რომ კულტურის მაინც რადგან კულტურა და კულტურის სამინისტრო აფინანსებს შეიძლება უფრო კულტურის მოღვაწეები იყვნენ, ბევრი უხვად და რაღაც არის ეს მომენტი, ეს ბალანსი დაცულია, რომ დოკუმენტური წმინდა და ესეთი რაღაცების. ნუ მე მგონი ცუდი არ გამოვიდა საბოლოო ჯამში. ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. კოლეგებმა მართლაც მემატიანია, იმიტომ რომ თანამედროვე ცხოვრება არ არსებობს ამ გაჩერებული კადრის garaშე, ხო? იმიტომ შეიძლება გაიაზრო უფრო მეტად. ერთმა ფოტომ შეიძლება აბსოლუტურად დაგიხატოს სრულად სურათი იმ ვითარებისა, რა ვითარებაშიც იყო ეს დაფიქსირებული და ამ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი საქმისთვის მე უბრალოდ როგორც ერთმა მოქალაქე მინდა მადლობა გადაგეხადო. ბატონო შახ, თქვენ წინა ინტერვიუშიც ახსენეთ, რომ აი თავიდან როდესაც დაიწყეთ, სანამ კონფლიქტებზე გადახვიდოდით და ეგრეთ ომის ფოტოჟურნალისტს გიწოდებდნენ, მანამდე იღებდით აი თბილისის აი ამ კოლორიტს, ხო? ამ მრავალფეროვნებას და ბატონმა იურამას თქვა, რომ აი კულტურის ჩვენება უნდოდათ აი ამ სახელმწიფო ამ ფოტოწიგნებში. თქვენგან რა ფოტოებია? სხვათა შორის მე ვიცი, ბევრი არის აზერბაიჯანული, ეზიდი თემების ფოტოები, ბევრი გაქვთ და გაცდა საქართველოს პარკლებს ეს ფოტოები. ჯერ პატარობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა. ეს სკოლის დროს. ამ ხანაგებ მითხრა, კურსებზე რატომ არ დადიხარო? რა კურსებზე? ფოტოწრე არის სკოლაში. არც ვიცოდი. კი მეთქი. სკოლის შემდეგ მამა ჩემს ვენო მამა სმენა 6 მიყიდე. რა არის სმენა 6? მეთქი აპარატია, ფოტოაპარატი და რაღაც. მაშინ მართლა არ ვიცოდი. მეთქი ხვალე გავიგებ. მივედი გავიგე ყველაფერი და ვიყიდე სმენა 6. ნუ გადავიღე რაც ხედავ. მაშინ ლაბორატორიაც არ მქონდა, ამ ხანაგის ლაბორატორიაში დავბიჭეთ ყველაფერი. პარასკევს იყო ესე წრე, ფოტოწრე და ფოტოც მივიტანე. მასწავლებელი რონახა რუსული სკოლაში დავდი. ნივაშა მესტა ზეს. ო, შენი ადგილი არ არისო მათ. რატომ ვითხრას? აი ბოროტები. შურიანი. შური. წამოვედი უკან და 1-2 დღე გავიდე და ამ ხანაგი მოვიდა მასწავლებელი გეძახისო. ხვალე უნდა წავდეთ პიონერთა სასახლეში. ის ფოტოებიც ყველაფერი წამოვიდა. წავედით პიონერთა სასახლეში, იურა ლუკაშვილი იყო. სურათები ანახა ყველაფერი და ვისი გადაღებულია? მეთქი ჩემი გადაღებულია. მიღებული ხარო. და უკან მასწავლებელთან ერთად უკან მოდიოთ, შახ ბოდიშ ვიხდიო. ასეთ სურათები რო ნახე, გამიკვირდა. იმიტომ გითხარი, აქ წრეზე შენი ადგილი არ არის. სხვა გაგებით თქვა. სხვა გაგებით. სხვა გაგებით უთხრა. და მიიყვანა სასახლეში. ლუკაშვილი მაგარი კაცი. ფოტოგრაფი იქნება, ფოტოჟურნალისტი თავის ხედვა აქვს. ერთი თქვა პორტრეტს კარგად ხედავს, მეორე თქვა პეიზაჟს კარგად ხედავს. ამისთვის უნდა ჯერ გადაიღო, წრე იყო საქართველოს. და მივდიოდი ვიღებდით ყველაფერს, მე ბეჭდავდი და ყველა უყურებდა. თქვა და თქვენ თვითონ თქვენი აზრით აი რა არის თქვენი ყველაზე საყვარელი გადასაღები ერთი და მეორე აი თქვენ მაინც პეიზაჟისტი ხართ, უფრო პორტრეტისტი ხართ თუ დოკუმენტალისტი? მე რედაქციაში რო დავიწყე, ვიღებდი ყველაფერს.
მე ომი ეს მიტინგები რო დაიწყო. ყველა შვიდეულმა გავლილი. და როგორც იზახენ, უკვე გადავედი ომის თემაზე. მაინც სამხედრო დოკუმენტარისტი ხარ. ეს ძალიან ძნელი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა. და დღესაც ზოგჯერ სადღაცა რო ვლაპარაკობთ რაღაცას რო იძახიან, ღმერთმა შორს იყოს რომ ვინმე ომი რო ნახოს. ასეთი არის სიტყვა. თქვათ ამ ქვეყანამ მოიგო ომში არავინ არ არავინ არ იგებს კი. როგორი მეთქი აბა იმ ხალხს შეეკითხე ვინ დაკარგა ოჯახი შვილი მოიგო თუ არ მოიგო შვიდობა იყოს ყველგან ნამდვილი მეც ერთხელ ვკითხე ბატონ შახს რომ საყვარელი ფოტო იქიდან თუ არის საყვარელში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ვიგულისხმე და ეს ძალიან კარგი ფრაზა აქვს რომ ორი ომი ფერადი ვერ იქნება ის სულ შავ-თეთრია და იქიდან კადრი საყვარელი როგორ შეიძლება იყოს აი საყვარელი ბატონო იურა თქვენი ამბავი როგორ იწყება ეხლა ბუნებრივია რომ აუცილებლად ფარაჯანოვიც უნდა ვახსენოთ ნუ ვახსენებ იცით რა პირველი ფოტოაპარატი ვინ დაგაჭერინა თქვენი სმენა არა ფარაჯო ხო ბუნებრივია პირველი ფოტოაპარატი დამაჭერნა ხელში მეზობელი ვიყავდა დრიყეს იყო ჩემი ბებია დიდი ბებია ზოგადად იმიტომ რომ დედაჩემის დედა იყო ფანტასტიკური ქალბატონი იყო და მეზობელი იყო გრიშა ერთი კაცი მაგარი კაცი რომ კინოსტუდიაში მუშაობდა იმან გადამიღო სურათი მაშინ დავინახე ეს აპარატი რო აი მუღამი რო აი რაღაცა არის ისეთ რასაც ჩაკურებს და რაღაცას აკეთებს და იქიდან დაიწყო ეს სამა მე ბებია ჩემს უთხარი აი შენს ხო უთხარი შენ ბაბა შენს ხო მე ბებიას უთხარი ბებია ხო იცი ბებიებით უარს არ ამბობენ. ჩემის მენა 2 იყო, მე ცოტა ადრე დავიწყე. ჩემის მენა 2 ეს აპარატი ესე იგი ღირდა 13 მანეთი 61 წელს როცა ფული გახდა უფრო სხვანაირი 60-დან 70. საერთოდ გეხსოვებათ პრეზიდენტ ახალგაზრდა. ჩვენ არ ვიყავით მაგ დროს უკაცრავად. ხოდიში 35 მანეთი ქონდეს პენსია ბებია ჩემს. გაიგე და აპარატი ღირდა 12 მანეთი. 12 მანეთი. ეს იქ სამ აპარატს იყიდა ერთი მანეთი რო დაემატებინა. გესმის კაცო რა დრო იყო და ეხლა კიდე უბრა თელი პენსია დადო კიდე ერთი პენსია დაამატო რამე წესიერი რო იყიდო. ნუ ასე ზავასეთი სამაგეროთ უკვე იღებს ისე რომ ხოლმე ღილაკს აჭერდა. მანამდე უნდა 1000 რამე კაცი მუშაობდა, წვალობდა. მეც ასე რაც მე გამიტარებია წითოს შუქში და იმებში და სიბნელეებში რაღაცა. და სუნებში. ხო და ხალხი დადიოდა ერთობოდა ამ და გოგოებში და მე კიდე სულ აბარებოდი. ეხა ძალიანაც ნუ მოისაცხრე თავს. ხო იურა. მაგრამ ეს უბრალოდ გადავშალე და ეს ორი ერთ-ერთი ცნობილი ფოტო ესე გვერდ ეპოქალური ხდება ესე ზოგჯერ ბედი. ასე ეგეც ბედიც არის კი. რომელიმეზე ხო არ მოგვიყვებით? ერთი დადგმულია სერგოს მიერ პრაქტიკულად დადგმულია. მეორე კიდე რა თქმა უნდა შემთხვევით გადაღებდა, შემთხვევით როგორ, შემთხვევით მეც მივედი მათგანს, მაინტერესებდა მთელი ამბავი, განვიცდიდი მეგობარს ეს 10 აპრილია ხო? 9 აპრილი. 9 არის ზუსტად 9 არის, 6 საათი საღამოს. ანუ 9 ეს ხო დღეს გამთენია იყო იმ დღეს არის ხო და მე მეგობრის მანქანაზე მირაკილად საწყალი მირაკილად წავიდა ქვეყნა მაგარი ფოტოგრაფი იყო ჩემი მეგობარი და მის მანქანაზე ამძვრალი ვარ და იქიდან მხედავ რაღაცა მოდის და აი რამდენიმე წყებაც არის უღებ და მე შემოვარდა ეს გოგონა და მოკლედ ესეთი მე გახდა ღირსების რა ქვია რაღაცა მიიღო ღირსების აი ფოტოგრაფებს არ აჯილდოებენ ხო ხედავ რა ხდება სულ ასეთი უსამართლობა ის ფოტოგრაფმა შემოინახა წესით ეს კადრი მეც ხო უფრო ჟურნალისტის კენ ვიხრებ მაგრამ აქ არის ბატონი შახის ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან ემოციური ფოტო. სტუდენტებსაც ერთხელ რო ვაჩვენე ამ ფოტოზე ყოველთვის რაღაცნაირად ჩერდებიან და აი ელოდებიან სოხუმი აეროპორტი თვითფრინავი არ არის და აი ამ კიბეზე ელოდებიან. რა კიბეზე ხო? თქვენ რა სიტყვით აი ამ ფოტოზე? იქ როგორ იყო? ყველა ელოდებოდა წრე იყო. ყველას შესვლა აკრძალული იყო. ვინც ახლა უნდა დაჟეს, ყველა უკვე მზად იყო იმაში. ასული. და იქ უკვე თან ყველაზე საშიში იყო თვითფრინავში. ხლა უცებ რო შესაძლებელი იყო. პილოტი ჩამოაგდა. ერთი ხო იცი როგორ ჩამოაყარა საშინლად ეს. უნდა მეორეს დაჭრილია შვილი ან რაღაცა პირილი იყო. ხო და ჟურნალისტების ადგილი იყო სადაც პილოტები იჯდნენ უკან. ნუ როცა ერთმანეთს ლაპარაკობ ჩვენ გვესმოდა. ბიჭო ასულით ავედით როგორ ჩავართ. აი ცოტა რო უკვე მიდიოდ რაღაცა უკვე
იმაზე მეტი ადამიანი ადიოდა ვიდრე შეიძლება. საშიში იყო სოხუმიდან თბილისში ჩამოსვლა. მეთმა შორს იყოს რომ მომინახოს. ყოლა გასაგებია. ტირის შვილია დაჭრილი ან ძალიან ძნელია. ძალიან რთულია. თუმცა თქვენი თბილისის კადრებიც არის ჩემთვის ვიპოვე ზუსტად ეს გადავშალე. საყვარელი კალიჩები. ძველი უბანია ფოთაჭალა. ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა არ შემორჩა რა თქმა უნდა ვთქვათ საუკუნის დასაწყისის მე-19-ეს ფოტო ბევრი, მაგრამ არის ხო დარჩენილი მაინც ეთმაკოვი იყო თავის დროზე. როგორ არის გას უკვე გამვითარებული იყო ფოტოგრაფია, საერთოდ პირველი. და ისა და სულ სხვანაირი იყო მაშინ თბილისი. თქვენი თბილისიც კი სხვანაირი იყო ვიდრე დღეს არის და მაშინ იყო თქვენი თბილისი, ორივე თბილისიც კი განსხვავდება. წრე იყო და კლუბი იყო საქართველოს პარასკევს იყო ფოტოკლუბს ლაპარაკობს. ფოტოკლუბი სიმონ კილაძე. ფანტასტიკური ადამიანი მეთავარი. ინტერესი იყო ყველა ფოტოგრაფს, ფოტოჟურნალისტს. აი მეგობრები ერთად თბილისი გვაქვს გავრილი. თან ლაპარაკობ, თან ვიღებდით. ბეჭდავდით რომ პარასკევს უნდა მივიტანოთ სურათი იქა, იქ უკვე დახავენ განსჯა და იქ ზუსტად იძახოდნენ თქვათ იურა აი შენ კარგად ხედავ თქვათ პორტრეტს ან შახშენ ხედავ ამ ზოგს როგორ მე ამის გადაღება მიყვა კი შეიძლება გინდა მაგრამ იმას შენ ვერ ხედავ აი რამდენჯერ იყო ეგეთი რაღაცა არ ჩახსო ჩარჩოში კაცო თქვათ ძველი თბილისს ვიღებდი საოცარია ხო რას ნიშნავ ხედავ ვერ ხედავ ხო ერთი წერტილიდან ვიღებთ ძველი თბილისი უბაკი ყველა სხვადასხვა ფოტო სხვადასხვა აი შენ ასე ხედავ მე ასე ვხედავ და მე უკვე და ვინ იცის რომ ჩემი დანახული ჯობია თუ შენი დანახული ჯობია ესეც ხო არის აი რომ ეს ძალიან შესაძლებლად ძალიან რთულია ხო ისიც მომწონს და ესეც მომწონს ასე არა ერთს უნდა მოხვიდეთ ჩემს სკოლაში მაშინ რეკლამას მიცემ მაგრამ და იქ ჩვენ ზუსტად მაგას ვასწავლით რა არის კარგი და ცუდი და რატომ არის კარგი და რატომ არის მაგრამ მაინც მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა ბატონო იურა ეხლა თქვენი პორტრეტები კიდე გამორჩეულ ადგილს იკავებს. ახლა აი პიერ რიშარის ფოტო. რატომ ეგ გეტყვით, ჩვენ სკოლაში ასე ვასწავლით. თავარია 95% არის ურთიერთობა და ეს 5% არის მე ეს ტექნიკური აღსრულება ამ იმის, რა ქვია. აი მანამდე არის ურთიერთობა. რა საინტერესო მომენტია, აი ჩვენთან მოდიან ქალბატონები და ჩვენ სტუდენტები ყავს გოგონები. ბევრი უფრო გოგონები არიან და ისინი უღებენ სურათს და მე მივიღებ და ჩემი გამოდის სულ სხვა. და რატო გამოდის სხვა, იცით? მაინც კაცი ვარ იმ ქალისთვის და სხვა განწყობა იბადება, ხო, რაღაცა სხვა, ისინი სულ სხვანაირად არის, სულ სხვანაირი გამოდის, გარდა ტექნიკური იმების არსებობს ეს ურთიერთობითი მომენტი, იმიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ტექნიკას ვინ უარყოფს, ამ ტექნიკაზეა მთელი ეს აწყობილი, მაგრამ ტექნიკა ერთი მხარეა მხოლოდ, დანარჩენია ურთიერთობა, უფრო მეტი. ურთიერთობაზე კიდე ადამიანი გახსენდება, რა თქმა უნდა, ხო, უპირველეს. ურთიერთობა ადამიანის გარშე რა ურთიერთობა. ალბათ გახსოვთ დავიდოვი იყო პორტრეტი დოჯიკა აქ აი ქალბატონი სოფიკო ჭიაურელია საათნოვას ფილმის პოსტერი აქვს ხელში და ავტომატურად უკვე ისევე მაინც ფარაჯანოვზე ერთი კითხვა საუბრებშიც ამბობთ ხოლმე პირადშიც აი ამ ურთიერთობაზე საუბრობდით და განსაკუთრებული იყო ფარაჯანოვის სახლშიც სუფრაც ის ნივრის მწნილი თუ მასპინძლდებოდა ზოგჯერ მეგობრებსო და რაღაცა ხო ესეთი აი ზუსტად თბილისის ეს გარემო იქმნებოდა იქ ხო აი ეს ურთიერთობები უკვე თქვენს ფოტოხელოვნებაში როგორ აისახა ფარაჯანოვთან გულისხმობ ისიც რა ეხლა ზოგჯერ ვაწყობ ჩვენთან ამ პატარა ნადიმებს რაღაცებს ჩემ სტუდიაში აი მინდა ეს გავაგზავნო ეს მომენტს ხალხი იკრიბებოდა აი იყო გაცვლა ემოციების რაღაც სურათები რაღაც ხელოვანი ხალხი იკრიბებოდა აი სამოვარი არ იყო როგორც ფიროსმანს უდოდა მაგრამ რაღაც მაინც ამაგვარი იყო სერგოსთან გაიგეთ აი სულ იყო ხელოვნება საუბარი. რა თქმა უნდა, სერგოს მიყავდა. იმას ვერავინ ვერ აჯობებდა ამ შემთხვევაში. ხალათებში და რაღაცა განსაკუთრებული. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისევ აი ამ ტრადიციიდან მოდის და რამდენიმე დღის წინ მე ვიპოვე ჩემი და ბატონის შახის სურათი. ძალიან ძველი, პატარა და იქიდანვე გამახსენდა ბატონის შახი. ვაზიანი იყო. ვაზიანზე სამხედრო გადამზადებაზე გახლდით და ბატონის შახი იქ იყო და არ დამავიწყდა
დაიწყდება ეს ფრაზა, როდესაც მან თქვა ლიანაო, თავარი ამ საქმეში რასაც ხედავ ის გადაიღო. რაც ნამდვილია ის გადაიღო და ეს კრედო დაგრჩათ მგონი, ასე მგონია რატომღაც რომ დღესაც სტუდენტებს ხშირად ეუბნებით. თავარია ამბავი ოღონდ ნამდვილი. მე ხშირად ვიძახი ჟურნალისტი უფლება არ აქვს რომ თქვათ ოპოზიციაში რომ იყოს. კი ბატონო ხარ იქა, მაგრამ თქვათ მიტინგია რაღაც გადაიღე ყველაფერი. ნუ ეძებ მარტო მინუსი. ყველაფერი გადაიღე. მხოლოდ პლუს და როცა ან მხოლოდ პლუს. აი ომის პერიოდში თქვათ ყველგან ნამყოფი თქვათ ჩეჩნეთში თქვათ გადაიღე, გადახვიდიქა აჩვენე მარტო ერთ ორივე მხარე მხარე უნდა. მეორეჯერ იქ ვერ შეხვარ. უნდა გადაიღო ყველაფერი ერთი მხარეს და მეორე მხარეს. მაგრამ ზოგჯერ ამას ეს ძალიან დიდი რისკია. ომსაც თავისი წესები აქვს. თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. იმედს ვიტოვებ, რომ მე ოფიციალური პრეზენტაციის ჩვენ ახლა ექსკლუზივი ჩვენ ვერ მოხვიდეთ, მაგრამ როგორ მოზებნო დრო, შეეშვათ ამ ტელევიზიას და მე იქ ხელსაც მოგიწერთ. და სურათებსაც გადაგიღებთ უკეთეს და აუცილებლად. და იმედი გვაქვს, რომ ისევ კიდევ გააგრძელებთ. თქვენ ახლა ბენეფიციარი ლიანა არის, ხო ხედავთ? გააგრძელებთ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ აი ამ ისტორიის წერას, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია წერთ და აგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან. ვარ გაგვიჟანგდა ხმალი გასა. არა, ჯერ კიდევ ძალიანაც უფრო გაბასრდება, ძარღვიც უფრო ესეთი ძარღვიანი იქნება აუცილებლად და კიდევ ძალიან ბევრი თაობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები ნახავენ და გაიზიარებენ როგორც საკუთარი ქვეყნის ისტორიას, ასევე ალბათ დიდი мотиваცია მიეცემათ, რომ ხელოვანების ხედვას. ბატონო, мотиваცია მიეცემათ, რომ თავადაც იქნებ გაყვნენ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და აი ეს მრავალფეროვნების კონცეფცია, სადაც აივაზოვი, მეჩითოვი, მარქარიანი, ბაგრატიონი ნახე რა ჩამონათვალში. ბაგრატიონი გვინდა და ის ვერა ჩვენ მეფეები გვინდა რო იყვნენ აი ამ მრავალფეროვნებასაც დარჩი არ დამეჩაგა შემოსაყვარებლად. და აი ამ ურთიერთობებს და შე არ აუცილებლად დაიჩაგრება ისეთი ბიჭია. ძალიან დიდი მადლობა ლიანა, მადლობა. ასეთი სტუმრებისთვის, ესეთი კარგი ამბავის მოტანისთვის ჩვენთან.